საუბარი დავიწყოთ ბოლო რეპლიკით, რა რეპლიკითაც დატოვა ალიკო ელისაშვილმა სხდომათა დარბაზში, ვიდრე მას ხელბორკილებს დაადებდნენ, მამუკა მდინარეძე სურჩია ფსიქოლოგთან წავიდეს, დაპატიმრებული პოლიტიკოსი დარწმუნებული არის, რომ ყველა ის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მის წინააღმდეგ წამოიწყო საგამოძიებო უწყება, მდინარეძის შიშებს უკავშირდება. დინარაძის შიშების შედეგია და მაგ ბალანდიოს გადაეცა ფსიქოლოგთან წავიდეს ფსიქოლოგთან ჩემი როშინია ეგრე ამ საქმით ვერავნა და როზალადეს სადისტი აკეთ მიჩის და მაგალითად სამართალ პროკურატურა მაგ ბალანდიოს დაიჭერს ეგრე ისტაგოლები არ დაიჭერს ეგრე უნდა ვახიჩნო ეგრე ისტაგოლები თქვენ ახლა ტელეკამერა არხზე გავრცელებული ფრაგმენტი მოისმინეთ სასამართლოს ხდომათა დარბაზიდან და მოусმინეთ ალიკო ელისაშვილს, რომელიც დღეს მეოთხე ბრალდების საქმესთან დაკავშირებით ესწრებოდა სასამართლოს ხდომას, დაპატიმრებული პოლიტიკოსი უხსნიდა მოსამართლეს, რომ ის ახლა განსაზღვრების გამზე ზის იმ კაცის გამო, რომელმაც ის აწამა არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა მისი მხრიდან ადგილი, თუმცა მოსამართლე ლეილა მარიდაშვილმა რამდენჯერმე შეწყვეტინა დღეს ალიკო ელისაშვილს და არ მისცა შესაძლებლობა ესაუბრა ყველა იმ უკანონობასთან დაკავშირებით, რომელსაც მის წინააღმდეგ ჰქონდა ადგილი. ორი პოლიციელი იყო იმ პროცესში. ერთი ლაპარაკი შეგვიძლია მეორეს დაუზადე არაღავა ზარაკაც. და რა ვიცი, ის მარიგიანია, ხოსტილით და იმსახურა შემნაეს დამოკიდებულება და მეორე მარად. Așa se pare. Păi ți-ar mai interesat, să-i ți-ar comunicație de minoriți. Și uite ce anțale. Atunci Alexandru privat în Marcos, trebuie să cerem să drum și o stauă și în legătură să am sigur. Am vrut să ne mai cred. Și o trage în ajuns la arată. Este inatul e trina și o scoară. Dar n-am vrea să fac Să distinăm de acele la universitatea Sacmează, poliția statisti, români scadebo da makavers duca sisării români da teleportile imaginici la tenis procese iki sika și studenți da ia cu noi sis ana că mi-au luat profesor vede la mine da kiderot prosvara da pentru propoziție kidero aga să mă Იგივე შეიძლება გაიმეორო მე ხარ საუბარია არ ადამიანურ მოპყრობაზე, წამებაზე, ფიზიკურ ძალადობაზე, სხვა ძალადობაზე. თუ ასეთ ფაქტებს მოჩვენებული სისხლის სამართლის საქმის პარალელში კონკრეტული ბრძანა და ის. კი ბატონო, მოჩვენებული სისხლის სამართლის პარალელშია ზუსტად. ამოყირავებულად რო ხდება ეს ყველაფერი, რომ ის ადამიანი, ვის წინააღმდეგ შენდება მაქცევი სიტეში მოვიდა გამოძიებული ბეჟანიშვილი იყო გვარად. რომელსაც დამკითხა, რომელსაც უთხარი, კიცებულებ, რო დამაკავეს სასამართლოში, წამიყვანეს წინასწარ დაკავების ისოდატოშიც. და აბსოლუტურად სხვა ფაქტებზე საუბარი. არა, ფაქტებზე ვარ. რო შევჩივლეს სასამართლოს, იმიტომაც მას სამართლით რო გურჩანს და ეგ არის მაგალითად. ისე იოლია და მასალახედა და მძვალებმა ჭიპაშვილმა კატეგორიულად აუგზავნა. იმიტომ რომ არის სადისტი და კაბებოდა იმით, რომ ცხოვრებაში პირველად შეძლო ის, რომ ცნობილ ადამიანს ტელევიზორში ნანახ ადამიანს უბრალოდ სიხელი ჩააჭირა. არა, ნუ მოწმენდეთ, მასაკაზე ვარ. მუსლიმი ბატონო, რომელ პოლიციელს მიოყენეთ ის შემოწყობა? მასალარი და არა. Ja. თქვენი უფლებები ამ სისხლის სამართლის დღევანდელი სასამართლოს ხდომა ხმაურის ფონზე დაიწყო, რადგან მოსამართლე ლეილა მარიდაშვილმა ალიკო ელისაშვილის შვილის ხდომათა დარბაზიდან გაუშვა, რადგან ის სასამართლოს ხდომათა დარბაზში შორტებით იყო შესული, რაზეც ალიკო ელისაშვილმა კითხა მოსამართლეს, ყავდა თუ არა მას შვილები, დადებითი პასუხი მოისმინდა მოსამართლისგან და ელისაშვილმა თქვა, რომ ეს არის არაადამიანობა, რადგან 9 თვის განმავლობაში მას შეზღუდული აქვს შვილების ნახვის შესაძლებლობა,
არ აქვს უფლება მათ დაურეკოს, მიწეროს წერილები და სასამართლო არის ერთადერთი ადგილი, სადაც შეუძლია რომ დისტანციურად კონდეს შესაძლებლობა უყუროს მის შვილებს, თუმცა დღეს მისი ერთ-ერთი შვილის ხდომათა დარბაზიდან მოსამართლემ გაუშვა. სასამართლოში მოსამდე ამიგზავნეთ შვილების ნახვა 9 თვე და მოაზრობის გამოიმეშვება. არ მოგვიგებია. უნდა მოსახალხა. შვილი გამიდეს ნომინაც 9 თვე არ მინახი ადამიანი არა, შვილები არა ხა? არ გეთხოვა. როგორ მოვიდეს დამაზე რა კიდე სასამართლოში. ალეკო ელისაშვილი საბედრაგო სამსახურს ამ წუთებში რუსთავის ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში მიყავს. სწორედ ამ პენტენციურ დაწესებულებაში არის შესახლებული დაპატიმრებული პოლიტიკოსი. შემდეგი სასამართლოს ხდომა, რომელზეც ელისაშვილს სასამართლოსა და პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებიან, 17 სექტემბერს ჩაინიშნა. მადლობა ნანუკა, პირდაპირ ეთერში ნანუკა ქაჯაია საუბრობს.